გამარჯობა. მე ახლა ვიმყოფები თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან ჩვენ გავასაჩივრეთ და ვითხოვთ, რომ გამოქვეყნდეს ის სიები, რომლებიც არის აპარატებში და ის ქვითრები, რომელზეც წესით თქვენ უნდა მოგეწერათ ხელი არჩევნებზე, რომ მიხვედით. უკვე რამდენიმე უარი გვაქვს, სადაც არ გავასაჩივრეთ, რამდენიმე უარი გვაქვს მიღებული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არავით არ ინტერესი ხელისუფლებას ქვითრებისა და სიების გამოქვეყნების არა აქვს. ახლა გასაჩივრებული გვაქვს სამგორი და სავარაუდოა ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან ხარვეზი იყო და ჩვენ გონია, რომ სია, რომელიც იყო ჩატვირთული აპარატში, არ იყო რეალური სია, ეს იყო სხვა სია და აქედან გამომდინარე, ასევე ქვითარი, რომელიც ამოიბეჭდა, იქ არ ემთხვევა იმ ადამიანებს, რომელიც მივიდა არჩევნებზე. ესეც არის სხვა. ამიტომ ძალიან ადვილია თუ ხელისუფლება გამოაქვეყნებდა ორივეს, ძალიან ადვილი იქნებოდა იმის ნახვა და ატვირთავდა სადმე რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვემოწმებინა, რომ მაგალითად სამგორი რო აჩვენებს, რომ ზევით ცოტა. სამგორი რო აჩვენებს, რომ ადამიანი იყო მისული არჩევნებზე, ამ დროს ის შეიძლება არის ემიგრანტი და ცხოვრობს სადღაც მიუნხენში. და მისი პირადობის ნომერი იყო გამოყენებული მის საწინააღმდეგოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამას არ გვიქვეყნებენ, კიდევ ერთი აუცილებლობაა, რომ ეს მთელი მონაცემები აპარატების სასწრაფოდ იყოს დალუხული და იყოს სასწრაფოდ შენახული და ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დადასტურება, რატო გჭირდება საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაავალებს, რომ ეს გაკეთდეს. ეს მინდოდა მე თქვა, რა თქმა უნდა, დღეს საღამოს 5 საათზე და 7 საათზე მე ვიქნები აქციაზე და ყველას მოგიწოდებთ, რომ აქციაზე მოხვიდეთ. ჩვენ ვიყენებთ ყველა მექანიზმს. სამართალი, დიპლომატია და პროტესტი. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ შვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობა. შვიდობიანი წინააღმდეგობა არის წინააღმდეგობა, რომელიც არის ჩვენს ტრადიციაში არაძალადობრივი წინააღმდეგობის ზვიადისა და მერაბის დროიდან მოყოლებული. აბა დროებით.